მე ყველაფერს მისთვის ვაკეთებ. მის გასაკეთებელსაც ვაკეთებ. მე ვცდილობ რომ არ დაიღალოს, უზრუნველყოფ, მაქსიმალურად ვაკეთებ იმას, რომ მან დაისვენოს, ის იყოს კომფორტულად. და რა უნდა? აღმოჩნდა რომ არსებობს გზა იმისა, რომ მარადიული სიყვარულის საიდუმლოს მივაგნოთ. რომ იმ ჩვენ პარტნიორთან, რომელთანაც ურთიერთობაში ვართ, თუნდაც ამ წუთას გვეგონოს, რომ ვალდებულებით ურთიერთობაში ვართ, მოვძებნოთ სიყვარულის მარცვალი, გავაღვივოთ, დავთესოთ, წყალი დავუსხათ, გავაღვივოთ და რაღაცა აბიბინებულ ულამაზეს სცენარით ვაქციოთ. რა არის ეს მარცვალი? და ეს მარცვალი არის შემეცნება. საკუთარი თავის და იმ ადამიანის, ვინც თქვენს გვერდით არის. არიან ადამიანები, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიყვარულის გამოხატვის ფორმა იყოს სიტყვები. ნახეთ, ასეთი ადამიანი მოელის პარტნიორისგან, რომ მან მუდმივად სიტყვებით დაადასტუროს მისი გრძნობა. ის ელოდება, რომ არ ვიცი, ყოველდღე ეტყვიან, რომ მე შენ მიყვარხარ, შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ, ლამაზი ხარ, კარგი ხარ, სასურველი ხარ. და ნახეთ, ამ დროს პარტნიორი არ საუბრობს ამ ენაზე. მისი სიყვარულის გამოხატვის ენა არის მსახურება. იმიტომ რომ ერთ-ერთ ენად გერი ჩეპმენი ამბობს, რომ მსახურებაა სიყვარულის ერთ-ერთი ენა. და ის ფიქრობს, რომ ვერ გავიგე რა უნდა. მე ყველაფერს მისთვის ვაკეთებ. მის გასაკეთებელსაც ვაკეთებ. მე ვცდილობ რომ ხელი შევუწყო, მე ვცდილობ რომ არ დაიღალოს, უზრუნველყოფ, მაქსიმალურად ვაკეთებ იმას, რომ მან დაისვენოს, ის იყოს რაღაცა კომფორტულად. და რა უნდა? ამ დროს ხდება ის, რომ მე ეს ყველაფერი არაფრად მიღირს, თუ კი შენგან არ მესმის, რომ ვარ საყვარელი, ვარ სასურველი. ვარ ძვირფასი, მე მჭირდება შენგან სიტყვები, იმიტომ რომ ჩემთვის სიყვარულის გამოხატვის მთავარი ენა არის სიტყვა. და არიან ასეთი ადამიანები. და ნახეთ, აქვე შემოდის თვითჩაკვირვების ინსტრუქცია, რომლითაც შენ უნდა დაიწყო ამოცნობა, რომელია შენი სიყვარულის ენა. და რითი იწყება ეს ამოცნობა? როგორ გამოხატავ სიყვარულს? ანუ შენ პარტნიორთან მიმართებაში რა გზით გამოხატავს სიყვარულს?